რადგან რუსულმა რეჟიმმა შარშან ოქტომბერში რეხმა წამართვა. გამიყალვა არჩევნები და ასე წამართვა აწუხა. 28 ნოემბერს იმავე რუსულმა რეჟიმმა დაარღვია ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და მომისწრო მომავალი. არც ჩვენი წარსული დაიგო. აყალდებს სამსულს, ვიგროვს კულტურას, ანადგურებს ისტორიულ ძეგლებს, ვისწორს განათლებას. და როგორ შეიძლება ადამიანი ყველაფერ ამას შეეძლოს? რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომაც ჩვენ გამოვედით გარეთ, გარდაქმნით რუსთაველზე, გარდაქმნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. გარდაქმნით და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შევახსენეთ ერთი ყველაზე დიდი და ჩვენი თავისუფლება. საქართველოს რუსეთის ომის დროს საუკუნეზე მეტია საქართველოს ისალმენ ისეთი გმირები და იმდენი გმირები, რომ ახლა უკვე ჩვენ სამშობლოს აქვს იმისი უფლება თავად აიჩიოს ვინ დაიცავს მის ღირსებას და მე თქვენ გილოცავთ ჩვენ სამშობლოს აღმართში. ახლა ერთიანობის დროა, ვინმე ჩვენი გამარჯვება გადის ერთიანობაზე. შევძლებთ მას, რა თქმა უნდა შევძლებთ. და მე ახლა დავასრულებ ჩემი გამოსვლა არაჩვენებელი ესპანურენოვანი პოეტის ილან გონსალესის სიყვარული. მისი ლექსიდან ამონარია, რომელიც მან ჩვენ